რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით მიიტანა იერიში, დაშავდა 3 ადამიანი. გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა და დაზიანდა სახლები, საწყობები, აფთიაქი, ეკლესია და ავტომობილები. იმ ოთახში შევცვივდით, სადაც ფანჯრები არ იყო. ჩვენ ერთი ასეთი ოთახი გვაქვს და ამიტომ იქ გავიქეცით. მადლობა ღმერთს, ცოცხლები ვართ. სახურავები ჩაიღუნა, 4-ვე ფანჯარა ჩამსხვრეულია. დაზიანებულია ჩვენი ავტომობილიც. ამავდროულად რუსების მორგი თავდასხმის შედეგად ხერსონში, რომელიც ოდესის აღმოსავლეთით მდებარეობს, ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ოდესაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ნატოს მხარდაჭერა. მარტის ბოლოს კიევი და მოსკოვი შავი ზღვის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ასევე მოიცავდა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვას, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შესრულებულა.